Asule ჩვენი ვიზიტი ყაზახეთში ვიზიტი დასრულდა პრეზიდენტ ტოკაევთან შეხვედრით, იყო ძალიან საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ბუნებრივი ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი მაქსიმალურად აღუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ჩვენი ისტორიული ფუნქცია. ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება და ამ კუთხით რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი ქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ დაახლოებას, ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ყაზახი ინვესტორების მუშაობა საქართველოში, იცით რომ არის არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, სხვა სექტორებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შექმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები. პრემიერა დავიწყებ გუშინდელი ინიციატივით, რომელიც მმართველი გუნდის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააჟღერა პარლამენტში მედიის ნაწილში. თქვენ ნახეთ რა გამოხმაურებები მოყვა, როგორ იქნება სიტყვის თავისუფლება დაცული ამ ცვლილებების პარალელურად? თქვენ იცით რომ სიცრუე და სიძულვილი არის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღი, რასაც იყენებდა deep state საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი რაც შეიძლება შეეხებოდეს, ეს ცვლილება არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები, ხო? თუ ვინმე შეშინია იმის რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის რა თქმა უნდა მისი პრობლემა. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე, ძირითადი უფლებისა, რასაც ქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან. რაც შეეხება ფარას და გამჭვირვალობის კანონს, ამ შემთხვევაში რატომ დადგა აუცილებელი ფარას ანალოგის ინიცირება? ჩვენ დავაზუსტებ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესაბამისად არ მოქმედებდა, როგორი მოლოდინი გაქვთ ამ ახალი კანონის იმპლემენტაციის შემთხვევაში რა იქნება? ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაზეც ახლა უკვე ღიად ალაპარაკდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება. არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად ამერიკული დაფინანსება გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რევოლუციების მოსაწყობად, არეულობის მოსაწყობად და NGO-ები ასრულებდნენ ამაში, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ასრულებდნენ ამაში გადამწყვეტ როლს. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი უკვე დევს ხელის გულზე და მარტო საქართველოს ხელისუფლება არ საუბრობს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად განვორცოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია NGO-ების გამჭვირვალობასთან და ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საშუალება არის ამერიკული ფარას კანონის პირდაპირ კოპირება ჩვენი რეალობისთვის. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, დისკუსიების საგანი. რა თქმა უნდა, NGO-ები არ მოქმედებდნენ შედარებით რბილი კანონის მიხედვითაც, ძალიან ბევრი NGO, მათ შორის ყველაზე მდიდარი NGO-ები თავს იკავებდნენ რეგისტრაციისგან, რასაც ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზეზი. ხო, მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურდათ საკუთარი რევოლუციური პროექტების წარმოჩენა ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანა არის, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის დაცვა და არავის არ უნდა ქონდეს იმის უფლება, რომ NGO-ების უცხოური დაფინანსებით ამ ქვეყანაში სცადოს ხელისუფლების ცვლილება ხალხის ცნების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მას ემსახურება ამერიკული ფარას ანალოგიური კანონის მიღება ჩვენს ქვეყანაში. პირდაპირ არის დამხმარე, რომ USAID მაფინანსებდა საქართველოს უკრაინაში რევოლუციებს და თავად ასაჯაროებდნენ ამ ყველაფერს. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი?
ეს რეალურად ყველამ ისედაც ვიცით, ხომ? არიან საქართველოში NGO-ები, ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებდნენ რევოლუციის მოსაწყობად და დღემდე გრძელდება ეს პროცესი, ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ პროცესების, რაც წლების წინ დაიწყო. თქვენ იცით, რომ USAID-ის, კონკრეტულად USAID-ის მიერ დაფინანსებულმა NGO-მ ისვედმა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები, ხო, 2020 წელს, რასაც მოყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. Ახლაც ხედავთ, როგორ ვითარდება პროცესები რევოლუციის მცდელობის ავანგარდში, განა სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაფინანსებული NGO-ები, USAID, NED, რასაც ღიად აკრიტიკებს უკვე ახალი ამერიკული ადმინისტრაცია და ესენი არიან ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდების მიერ, იგივე EID-ის მიერ დაფინანსებული NGO-ები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ამას სჭირდება რეგულაცია, სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გზით და ამას ემსახურება ამერიკული ფარას მიღება ჩვენს ქვეყანაში. ამას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს. თითოეული ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის, ქართული ხალხისთვის, იმისათვის, რომ ქართული ხალხი არავინ შეიყვანოს შეცდომაში. თქვენ ასევე ხედავთ, რომ კანვასი USAID-ის დაფინანსებით აფინანსებდა ორგანიზებდა ტრენინგებს შემოქმედების სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ამის მიზანი იყო რევოლუციური პროცესების სახალისება, ვიღაცები ირონიულად პასუხობდნენ, რომ როგორ შეიძლება შემოქმედების სფეროს წარმომადგენლები ვიღაცამ გამოიყენოს რევოლუციისთვის. თქვენ თუ დააკვირდებით ახლა ამ ჩავარდნილ მცდელობას, რევოლუციის ჩავარდნილ მცდელობას, წინა ფრონტზე გამოიყენეს სწორედ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები, თეატრის, კინოს და შემდეგ სხვა სფეროების წარმომადგენლები. ეს იყო მიზანმიმართული პროცესების შედეგი, ხო? USAID კანვასის ტრენინგებს ატარებდა, ცდილობდა რევოლუციის მოწყობას. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, უცხოელი აგენტების ხელით არ შეიძლება ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს. რადგან USAID-ზე საუბრობდით, ბოდიში ირაკლი, რუბიო თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის საელჩოებს ესტუმრებით ელჩებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია იქნება ის, რომ USAID არა მხოლოდ არ თანამშრომლობს, არამედ ძირს უთხრის იმ სამუშაოს, რომელსაც იმ ქვეყნებში ვასრულებთ. ანუ ეს იმის დასტურია, რაზეც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდით, მაგალითად პროექტებთან მიმართებაში. ერთი ეს არის დასტური, მაგრამ აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს. საქართველოში ქონდა განსხვავებული ვითარება. საქართველოში საელჩო და USAID, ისე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, როდესაც საუბარია ცვლილებებზე, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს როგორც USAID-ს, NED-ს, ასევე საელჩოს საქმიანობასაც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველ რიგში შეიძლება სწორედ ამერიკის საელჩოს მიდგომა ქართული ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ეს მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის. მამუკა ხაზარაძეზე უნდა გითხოთ, ანუ ის წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ეწოლა ანტიქართულ ხელისუფლებაზე, იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ხარს უჭერს ჩინეთს, ირანს და გეოპოლიტიკური ინტერესები უნდა დაიცვას შავ ზღვაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. როგორ შეაფასებთ ხაზარაძის ამ განცხადებას? ეს ადამიანები, როგორც არის იგივე მამუკა ხაზარაძე, ვერც მალავენ რო არიან უცხოელი აგენტები და მათ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ უცხო სუბიექტების ინტერესები, თუმცა მათ არ ადარდებთ არც სუბიექტური ამერიკული ინტერესები. ხო, ეს არის Deep State-ის ინტერესები, რასაც ემსახურება დღემდე მამუკა ხაზარაძე, ესე როგორც ემსახურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება ირანთან, ჩინეთთან დაკავშირებულ განცხადებებს, მე ყველას ურჩევ, რომ პირველ რიგში გაეცნონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყნებთან მიმართებით. ანუ ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ ახალი ადმინისტრაცია აპირებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან, ირანთან და ამავე დროს ხაზარაძე ცდილობს, რომ ჩინეთის და ირანის ფაქტორი გამოიყენოს საქართველოზე შეტევისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი, ეს ადამიანები არიან აბსურდში. რეალურად ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყოლებს იმაზე, რომ მათ აქვს ძალიან სუსტი პოზიციები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორც არის ბატონი ხაზარაძე, როგორც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები.
ნახოთ შიდა საქმეებში გუშინდელზე მათ ხამის პერიოდში სვადის საუბრამდე კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა სადია სახელები და გვარები არ დაუსახელებია თუმცა მეშვეობის სამშობლოს დიქტატურა უწოდა ამ ყველაფერს წელი შეფასება მოხდა ამას კი რა თქმა უნდა იყო ძალიან მძიმე პროცესები ძალიან მძიმე ფაქტები კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში რაც მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, Deep State-ის საქმიანობის შედეგი. არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან Deep State-ის ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს შარევა ჩვენს შიდა საქმეებში, კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები ახსულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართული ხალხის წინაშე, რომ მომავალში ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ბატონ პრემიერ, მე ასევე მინდა გითხოთ მანდატების შეწყვეტაზე. გუშინ ნახეთ, რომ ოპოზიციის უმრავლესობა შეუწყდა მანდატები, მათ შორის არ არის გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ასევე არ აღიარებს არჩევნებს, მაგრამ რატომღაც არ წერს უარს მანდატებზე. რით იხსნება ეს ორი ერთმანეთთან? არ ვიცი, მე აქ არ მინდა ღრმად შევიდე, რა თქმა უნდა, მანდატების შეწყვეტას ზოგადად არ ქონდა არავითარი ალტერნატივა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში, ზოგადად არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ ექსკლუზიურად წარმოდგენილი მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ნახოთ რა იქნება მომავალში. აქ ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისათვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც არის მხოლოდ მისასალმებელი, ერთი თუ გაასცენენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს, მეორე თუ დაწერენ განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ანუ ნაცმოძრაობის ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები. ნახოთ დანარჩენი. ბატონო პრემიერ, სწორედ ამ საკითხზე მინდა ეს ჩაგეკითხოთ. გუშინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში ქარტები ამ საკითხთან დაკავშირებით 59 ნაცი პარლამენტში აღარ არის და დარჩა 89, რომელიც გახარიას პარტიის წარმომადგენლებმაც გააზიარეს. თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ეს დააკრიტიკეს, მათ შორის ხადია დეკანოიძემ, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ეს ქარტები აიღეს, ასე ვთქვათ, წაშალეს. ანუ რას ნიშნავს ეს მთელი ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ თვითონ ჩაიყენეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, ჩვენი წვლილიც არის ამ ყველაფერში, მაგრამ პირველ რიგში Deep State-მა თავის ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. Deep State-ის სურვილი იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურეს მათ რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება ამ შიდა კინკლაობას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის, რა თქმა უნდა, მათი სიუსტის გამოვლენა, რაც შეეხება კონკრეტულად გახარიას პარტიას. ხო, მათ აქვთ ნაცმოძრაობასთან ერთად შექმნილი კოალიცია დღემდე 4 მუნიციპალიტეტში. ასე დროს მათი სპეკულაციური, ასე ვთქვათ, ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის და საინტერესო თავისთავად ეს არის, რომ როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა ნაცმოძრაობის სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან ერთიანი კოლექტიური პოლიტიკური ძალის ნაწილი, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა, რა თქმა უნდა, ერთმანეთსაც დიდად ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს არის პერსონალური საკითხი, პოლიტიკურად ისინი არიან ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი, ერთმარტივ მიზეზის გამო მათ ყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი. ერთი კითხვა მაქვს ასევე ადმინისტრაციულ და სისხლისამართლის კოდექსში ცვლილებებზე გუშინ თქვენი საუბრეთ, თუმცა არ წდება განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამით ხელისუფლება აწესებს დამატებით შეზღუდვებს, იმიტომ რომ ქუჩაში არის პროტესტი და ჩაახშოს, შეაშინოს ადამიანები. რეალურად რატომ დადგა დღის წესრიგში და რას არეგულირებს ეს ცვლილებები? ზოგად თემას რაც შეეხება პირველ რიგში, არ შეიძლება რომ 4 ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შევქნას
დისკომფორტი. ეს უბრალოდ არ შეიძლება 4 მასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება 4 მილიონი ადამიანისთვის. ერთ-ერთი რაც ემსახურება ესრულებების სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის პოლიციის გაძლიერება, რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ ვერავინ ვერ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოსა და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს 4 ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. 4 ასეული ნაციონალის მხრიდან არ შეიძლება ჩვენ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესების თვის პრობლემების შექმნა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებს და საკუთარ ინტერესებს. მადლობა.